ღრმა მწუხარებაში მყოფი დიდიბებია შუშანა სართანია. ოჯახით იუწყება ანა ლილუაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებას და თანაუგრძნობს ოჯახს. ოთარ და რუსუდან თევზაძეები დიდი მწუხარებით იუწყებიან ანა ლილუაშვილის გარდაცვალებას და თანაუგრძნობენ დარეჯან სართანიაშვილიშვილის, შორენა და გენო ლილუაშვილებს შვილის გარდაცვალების გამო. შვილი ზაური, ძალი ქეთინო, შვილიშვილები ელზა და ირმა, სიძე დავით ბარაბაძე, შვილთა შვილები და ამალია, სიძე ნოდარ ტერელაძე, ძმისშვილები, დიშვილები და უახლოესი ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ცისანა ღვინერია ძოძუაშვილი. პანაშვიდი ხუთშაბათს და პარასკევს, დაკრძალვა შაბათს 6 მაის 15 საათზე, ნინოშვილი სუბანი. წრისთან თურქია ოჯახით სამძიმარს უცხადებს ზაურ და ქეთინო ძოძუაშვილებს დედისა და დედამთილის ცისანას გარდაცვალების გამო. შვილი გიორგი ლეკვეიშვილი, ძალი ხათუნა ბედიაშვილი, შვილიშვილები იური, დავითი და ნია იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ეთერი, ლალა ლეკვეიშვილი ჩარკვიანი. პანაშვიდი 3 მაისს, დაკრძალვა ხუთშაბათს 4 მაისს, გურამიშვილის 38. ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის ღვაწმოსილ პედაგოგს, მრავალი თაობის აღმზრდელ ლალა ჩარკვიან ლეკვეიშვილს. ქალბატონი ლალა წლების განმავლობაში ასწავლიდა დაწყებით კლასებს, აზიარებდა ბავშვებს გოგებაშვილის დედაენას, იყო შესანიშნავი პიროვნება და მეგობარი, ავტორიტეტით სარგებლობდა კოლეგებსა და მშობლებს შორის. იგი ღირსეულად გავიდა დამსახურებულ პენსიაზე და თავის ლამაზ ოჯახში განაგრძო საქმიანობა. იყო კარგი დედა, მეუღლე, ბებია, სულით ხორცამდე ლამაზი ქალბატონი, ლალა მასწავლებელო, გულისკევილით გაცილებთ უკანასკნელ გზაზე, მე-11 საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი. სამტრედიის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელობა და პირადი შემადგენლობა სამძიმარს უცხადებს გიორგი ლეკვეიშვილის დედის, ეთერი ჩარკვიანის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ ჭირისუფლებს. მეუღლე ნაილი, შვილები დათო, ნუგზარი, თამაზი, ძმა შოთარ, ცლები, ელიზა, მაცაცო, თეა, შვილიშვილები ლევანი, გიორგი, ბექა, ზაზა, ლუკა, ძმისშვილები, დიშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან ჟორა ხარებავას გარდაცვალებას. პანაშვიდი 5 მაისს, დაკრძალვა 6 მაისს შაბათს 3 საათზე სოფელი ჩხენიში. ბზახალი ქეთინო კალაძე ოჯახით მწუხარებას გამოთქვავს ჟორა ხარებავას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს. დიშვილი ინეზა, სიძე ომარი ჯოხაძე ოჯახით იუწყებიან ჟორა ხარებავას გარდაცვალებას და თანაუგრძნობენ ოჯახს. დალი ჯულუხიძე გულისკევილს გამოთქვავს მეზობლის ჟორა ხარებავას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს. მეუღლე თამუნა პაპავა, შვილები ვახო და გიორგი, დამარინა, ძმა გიარ, ძალი ირმა გაბუნია, სიძე ბაჩუკი დუნდუა, სიმამრი არსენა პაპავა, სიდედრი დალი მიგინეიშვილი, ცოლისმა გოგიტა, ცოლის და სალომე ოჯახებით, დიშვილები, ძმისშვილები და უახლოესი ნათესავები იუწყებიან იმე და ნიკოლოს გოგიშვილის გარდაცვალებას. პანაშვიდი 4 შაბათს, დაკრძალვა ხუთშაბათს 4 მაისს 3 საათზე, აბაშის რაიონის სოფელი 1 მაისი. თემურ ხონელიძე ოჯახით თანაგრძნობას უცხადებს მარინა და ბაჩუკი დუნდუებს მისა და ცოლის მის იმედას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს. ჩემო იმედა, შენმა გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მომაყენა, გწამდეს ძმობა, რომელიც ჩვენ შორის იყო სამუდამოდ დარჩება. გულისკევილით გემშვიდობები და თანაუგრძნობ შენს დამწუხრებულ ოჯახს, უახლოესი მეგობარი გიორგი ხაჟალია ოჯახით. კობა გოგიშვილი და მალხაზ ალფაიძე ოჯახებით სამძიმარს უცხადებენ გოგიშვილების ოჯახს იმედოს გარდაცვალების გამო. 1 მაისის საშუალო სკოლის 1988 წლის კურსდამთავრებულები იუწყებიან თანაკლასელის ნიკოლოს იმედა გოგიშვილის გარდაცვალებას და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს. ფუთარა როზა და თამუნა გოგიშვილები მწუხარებას გამოთქვამენ ბიძაშვილის იმედა გოგიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებენ ოჯახს. ნანა ტყებუჩავა ოჯახით მწუხარებას გამოთქვავს იმედა გოგიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს.
მეუღლე ზაურე, შვილები მალხაზი, რამაზი, თამაზი, ქეთინო, ნატო, თამრიკო, სლები, ნანა, ხატია, თამუნა, სიძეები, ვახო, ავთო, შვილიშვილები, ზურიკო, ბექა, მარიამი, გიორგი, ლაშა, მახო იუწებიან, რომ გარდაიცვალა მაგნოლია რამიშვილი ხელაძე. ბანიშვილი 4 მაისს დაკრძალვა შაბათს 6 მაისს 15 საათზე, აკაკი წერეთლის ქუჩა, ჩიხი პირველი. შვილი ნატო, სიძე მალხაზ გოგია, შვილიშვილები, მარიამი და გიორგი ოჯახით იუწყებიან მაგნოლია რამიშვილის გარდაცვალებას და თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს. შვილი თამარი, სიძე ავთანდილ ბეგიაშვილი ოჯახით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა მაგნოლია რამიშვილი და თანაუგრძნობენ დამწუხრებულ ოჯახს. შვილები ლია, ლალი, თეა, სიძეები, ლევან დარსაველიცე, ჯამბულ გოგიშვილი, შვილიშვილები, დედმამიშვილები და უახლოესი ნათესავები იუწყებიან ჟორა ალექსანდრესე თევზაძის გარდაცვალებას. ბანიშვილის 3 მაისს, გამოსვენება 4 მაისს 3 საათზე, სოლომონ მეფის 12. ფუთარა გოგიშვილი ოჯახით მწუხარებას გამოთქვას ჟორა თევზაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს. ომარი, ავთო, მალხაზი, მიშკო ნაჭყებიები ოჯახებით იუწყებიან ბიძაშვილის ნუგზარ ნაჭყებიას გარდაცვალებას და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს. ჟორა ფრანგიშვილი ოჯახით ხმამწუხარებით იუწყება ნუგზარ ნაჭყებიას გარდაცვალებას და თანაუგრძნობს ჭირის უფლებს. თამაზ პაპავა ოჯახით თანაგრძნობას უცხადებს ნანული, ვახო და ოთარი ნაჭყებიებს მეუღლისა და მამის გარდაცვალების გამო. მამი და ლამარა, მამიდაშვილი ნუკრი ხარებავა ოჯახით იუწყებიან ნუგზარ ნაჭყებიას გარდაცვალებას და თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს. რომანი ბოხუა ოჯახით იუწყება უახლოესი მეგობრის ნუგზარ ნაჭყებიას გარდაცვალებას და უსამძიმრებს ოჯახს. შვილი ემზარი, ძალი ეთერი, შვილიშვილები, თეონა და ლანა დონდუები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ლამარა რევაზიშვილი დონდუა. ბანიშვილი 4 შაბათს 3 მაისს დაკრძალვა ხუთშაბათს 4 მაისს 14 საათზე, გამოსვენება სამტრედია წერეთლის 166-დან. ჯამბულადეიშვილი ოჯახით სამძიმარს უცხადებს ემზარ და ეთერი დონდუებს ქალბატონი ლამარა რევაზიშვილი დონდუას გარდაცვალების გამო. მამუკა და ვახოს ტურუები ოჯახებით თანაუგრძნობენ ემზარი, ეთერი, თეონა და ლანა დონდუებს ქალბატონი ლამარას გარდაცვალების გამო. ლონდა და ლევან კახიანები ოჯახით იუწყებიან ლამარა დონდუას გარდაცვალებას და თანაუგრძნობენ ოჯახს. რეზო შენგელია ოჯახით თანაგრძნობას უცხადებს მზახლებს ემზარი და ეთერი დონდუებს დედისა და დედამთილის ქალბატონი ლამარას გარდაცვალების გამო. ბადრი ციცხვაიას ოჯახი თანაუგრძნობს ემზარ და ეთერი დონდუების ოჯახს დედის გარდაცვალების გამო. მწუხარებაში მყოფი მეუღლე მერი, შვილები თემური, ნანული, ეთერი, მაია, სიძე ნუგზარ კირთაძე, ძმის შვილები, დიშვილები და უახლოესი ნათესავები იუწყებიან თორნიკე პლატონისე ნიკურაძის გარდაცვალებას. ბანიშვილის 3 მაისს 17 საათზე, დაკრძალვა 4 მაისს 14 საათზე, სოფელი ნინო აკუთხე. შვილი ეთერი, სიძე ნუგზარ კირთაძე მწუხარებით იუწყებიან მამისა და სიმამრის თორნიკე ნიკურაძის გარდაცვალებას და თანაუგრძნობენ ოჯახს. მეორე ნინო აკუთხის მეზობლები მწუხარებას გამოთქვამენ თორნიკე ნიკურაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს. შვილები ვაჟა, თამაზი, რძლები, მაყვალა, გულნაზი, შვილიშვილები, შვილთაშვილები და ახლო ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა რომან კაცაძე. დაკრძალვა ხუთშაბათს 4 მაისს 3 საათზე, სამტრედიის რაიონის სოფელი ბერძნისწყარო. ტოლსტოის და რევიშვილის ქუჩების მეზობლები თანაუგრძნობენ ვაჟა კაცაძის ოჯახს მამის რომანის გარდაცვალების გამო. შვილი მაგული, ძალი ლუიზა, შვილიშვილები ოლეგი, სოფიკო, რუსიკო, კობა, კახა, მალხაზი, შვილთაშვილები და უახლოესი ნათესავები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა არეთა ჩაჩუა ცინცაძე. ბანიშვილი 5 მაისს, დაკრძალვა 6 მაისს, სოფელი კეთილაური. კეთილაურის მეზობლები სამძიმარს უცხადებენ ოლეგი ჩაჩუას ოჯახს არეთას გარდაცვალების გამო. გამარჯვების ქუჩის 23 ბინის მეზობლები სამძიმარს უცხადებენ მაგული ოდიკაძეს დედის გარდაცვალების გამო.
მაიაკოვსკის ქუჩის მეზობლები სამძიმარს უცხადებენ დემური და გულნაზი ჭოლაძეებს სიძის ენგული შენგელიას გარდაცვალების გამო. ირაკლი თოდუას გახსენება. გავიდა უშენობის ერთი ტკივილიანი წელი ჩვენო საყვარელო შვილო ირაკლი. მძიმეა უშენობის ყოველი დღე. დროსთან ერთად იზრდება ტკივილი. დაგვიტოვე უსაზღრო მწუხარება და უსაშველო მონატრება. ლოცულობ ჩემი სულისთვის. დაემუდამ გინათებდეს სასუფეველს ჩვენი დანთებული უამრავი სანთელი. მერთმა ნათლში ამყოფო შენი ლამაზი სული. შენი ოჯახი. ჩვენო უსაყვარლესო ირაკლი გამოუთქმელი მწუხარებით გავიდა უშენობის ერთი წელი. საოცრად მოსიყვარულე, კეთილშობილი და ყველა იმ სიკეთით სავსე იყავი, რომელიც რჩეულებს ახასიათებთ. რამდენი წელიც უფალმა გიბოძა ღირსეულად გაატარე. უფალმა დაგიმკვიდროს სათასასუფეველი. ღრმა მწუხარებით გიხსენებს წინსვლის ქუჩის მეზობლები. გურამ შენგელიას გახსენება. გავიდა ტკივილიანი უშენობის 40 დღე, რაც ჩვენგან წახვედი. ძნელია უშენობა, რაც რო გადის მეტად გვაკლიხარ გვენატრები. შენ ხომ მოსიყვარულე მეუღლე, მამა და ბაბუა იყავი. როგორ გვიყვარდი, გვიამაყებოდი. შენი განვლილი ცხოვრების გზა სამაგალითოა ჩვენთვის. უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი. გჯეროდეს მუდამ ტკივილიან მოგონებად იცოცხლებ ჩვენს გულში. მეუღლე ვალენტინა, შვილები გენადი და მარინა შენგელიები, სიძე ვეფხია გიორგაძე, შვილიშვილები და შვილთაშვილები.